მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით რა არის ირანზე საუბრისას ამ ეტაპზე ცოტა რთულია იმ სცენარებზე საუბარი, რა სცენარებით შეიძლება განხორციელდეს მომდევნო კვირაების განმავლობაში. თუმცა აქ ერთი მომენტი არის, როდესაც ისრაელმა და ამერიკამ გადაწყვიტეს ირანზე დარტყმების განხორციელება, ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოიცავდა შესაბამისი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების შესწავლას, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებას და ასე შემდეგ. ამ ოპერაციაში კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნდა სპეცსამსახურებს, როგორც ამერიკის, ასევე ისრაელის და ფიქრობ, რომ ყველა სცენარისთვის ისინი წინასწარ უკვე მზადდებდნენ თუ რა მიმართულებით წავიდოდა მოვლენები. ჩვენ ნახეთ იგივე 12-დღიანი ომის დროს ირანში როგორი მომზადებული იყვნენ სპეცსამსახურები, რა შრომა გასწიეს იმისთვის, რომ იმ სტრატეგიული მიზნისთვის მიაღწიათ, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ასევე ამერიკის ასე ვთქვათ, იუველირულად შესრულებული სპეცოპერაცია მადუროს წინააღმდეგ და დღესაც ჩვენ ხედავთ, რომ დიდი საჰაერო უპირატესობა გააჩნია ისრაელს და ამერიკას და პროცესი იმ გეგმით მიდის, რა გეგმით მათ გაწერილი აქვთ. ამ პირობებში ვთვლი, რომ ამ ეტაპზე სავარაუდოდ ამერიკა და ისრაელი გააგრძელებენ ამ აქტივობებს. თქვენ ასევე ალბათ მოусმენთ რუბიოს განცხადებებსაც, რომ ეს დღეები ეს იყო ასე ვთქვათ დაწყებითი პროცესი, თორე წინ უფრო ასე ვთქვათ ფართომასშტაბიანი თავდასხმები იგეგმება ირანზე და ვფიქრობ, რომ საბოლოო მიზანი არის ირანის სამხედრო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა. აქ მაქვს საუბარი მე რევოლუციონერ გუშაკთა კორპუსის შესაძლებლობებზე და უკვე ამ პოზიციაში, როდესაც აღმოჩნდება ირანი, აქ უკვე ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მოლაპარაკებები გაიხსნას. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა ვიცოდეთ, რომ მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ირანში არის ასე ვთქვათ ორმაგი მმართველობის სისტემა. ერთი არის ასე ვთქვათ სასულიერო მმართველობა, რომელიც ქვეშაც არის ეს ბასიჯები, გუშაკთა კორპუსი და ასე შემდეგ, რაზეც რეალურად დგას ირანის რეჟიმი და მეორე არის ასე ვთქვათ ტექნოკრატიული მთავრობა, რომელსაც წარმოადგენენ სამინისტროები, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ მოხდება ამ სისტემის განადგურება, დასუსტება, რომელზეც რეალურად დგას რეჟიმი, ხო, ამ შემთხვევაში ტექნოკრატიულ მმართველობას უკვე ისინი უფრო პრაგმატულად უყურებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სასულიერო მმართველობა უფრო იდეოლოგიზირებული არის და იდეოლოგიურად იმართება, ხოლო ტექნოკრატიული მთავრობა მეტად უფრო პრაგმატულია, ვიდრე თქვათ ეს მეორე მხარე და თუ მოხდება ამ ფლანგის ასე ვთქვათ დასუსტება, შესაძლოა გარკვეული მოლაპარაკებების ფანჯარა გაიხსნას უკვე არსებულ ტექნოკრატიულ მთავრობასთან და აქ უკვე ალბათ საუბარი იქნება გარდამავალ მთავრობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რომ მოხდეს ამ სიტუაციის ესკალაცია. თუმცა, როგორც ისრაელმა ასევე ამერიკამ განაცხადეს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის ირანის რეჟიმის შეცვლა და ირანის როგორც რეგიონული საფრთხის ელიმინაცია. ბატონიკა, რა არის ახლა მთავარი გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის? ომს გარდა მსხვერპლისა, ნგრევისა, მოჰყვება ეკონომიკური მძიმე შედეგებით. მას შემდეგ, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა, ნავთობის ფასი გაიზარდა, ასევე პრობლემები შეექმნათ ნავთობგადამზიდ ტანკერებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დარტყმა მოდის ამ შემთხვევაში ამერიკულ ეკონომიკაზეც, არა მხოლოდ ირანზე, ხო? რა არის საჰაერო თავდასხმები, რომ თეირანი მანამდე გატყდეს, სანამ ეკონომიკური ვარდნა და პრობლემები იქნება? ეს არის ახლა მთავარი გამოწვევა ვაშინგტონისთვის? იცით რა არის? იგივე კითხვა თქვენ რომ დაგესვათ რამდენიმე თვის წინ, სადაც სანამ ვენესუელაში განხორციელებოდა ამერიკის სპეცოპერაცია, ალბათ ეს საკმაოდ პრობლემური საკითხი იქნებოდა, თუმცა ვენესუელის ასე ვთქვათ გათავისუფლებით გაიხსნა ვენესუელური ნავთობზე წვდომა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ბაზარში მიმდინარეობს და ჩანაცვლების პრობლემაც არ იქნება. თუ მე არ გამორიცხავ, რომ ბუნებრივიც არის, რომ გარკვეული ეკონომიკური პრობლემები შეექმნას როგორც ამერიკის
შეერთებულ შტატებს, ასევე სხვა ქვეყნებს, მაგრამ ეს იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, მოკლევადიანი პერიოდში, რასაც გრძელვადიან პერიოდზე მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლოა არ ქონდეს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ სრუტის ჩაკეტვით, ხო, მე ვფიქრობ, რომ ამერიკისთვის და ისრაელისთვის არ იქნება რთული ამ სრუტის გახსნა იგივე იმ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმების გზით, როგორც ისინი ახორციელებენ, მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს გააჩნიათ საჰაერო უპირატესობა ირანთან, ფაქტობრივად მათი საჰაერო თავდაცვის სისტემები ის დიდი ნაწილი არის განადგურებული და შესაბამისად სამხედრო გზით ამ სრუტის გახსნა ალბათ მომდევნო კვირეებში საკმაოდ რეალისტურ სცენარს წარმოადგენს. შესაბამისად ამ შემთხვევაში ამ სრუტის ჩაკეთვას და ნავთობის ფასების აწევას ექნება გარკვეული შოკური ეფექტი მოკლევადიან პერსპექტივაში, ხოლო გრძელვადიანად ეს უკვე გადაჭრადი პრობლემა არის. მაშინ რა რჩება მთავარ გამოწვევად? ამას გეკითხებით, იმიტომ რომ ტრამპის მხრიდან დასახელებული იყო, შეიძლება ითქვას, კონკრეტული ვადა. მან თქვა, რომ წლობით ეს კონფლიქტი არ გაგრძელდება, 4-5 კვირა არის დაახლოებითი ვადა დასახელებული მისი მხრიდან. რა დროშიც ეს უნდა ამოიწუროს, შეიცვალოს რეჟიმი და დღეს ასევე ითქვა სახელმწიფო მდივნის რუბიოს მხრიდან, რომ ირანზე ყველაზე ძლიერი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის და ამისთვის მზად არის შეერთებული შტატებიც და ისრაელიც. კი ბატონო, ხო, მთავარ გამოწვევას მე ალბათ ორ ნაწილად დავყოფთი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გახდება მდგენელი ირანში განვითარებული მომავალი მოვლენებთან დაკავშირებით, ეს იქნება შიდა პროცესები. მოგეხსენებათ, რომ ირანში არსებობს დიდი საპროტესტო ტალღა, რომელიც გამოდის, ასე ვთქვათ, სასულიერო მმართველობის წინააღმდეგ და ითხოვენ მთავრობის ცვლილებას და ასე შემდეგ და თავარი აქ ამოცანა იქნება, რამდენად შეძლებს ეს ხალხი მობილიზებას და გარდატეხის შეტანას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი იქნება უშუალოდ იმ სამხედროების და იმ ადამიანების ნაბიჯები, მაგალითად, მაგათი მუშაკთა კორპუსის და ბასიჯების, იმიტომ რომ მათი რაოდენობა რეალურად ძალიან მაღალი არის, რამდენად ისინი წავლენ დაპირისპირებაზე, ან რამდენად ისინი, თქვა, დაყრიან იარაღს და დათანხმდებიან ამნისტიის პირობებს და ასე შემდეგ. ამაგასაც გადაწყვეტილი მნიშვნელობა იქნება, იმიტომ რომ თავიდანვე აღვნიშნე, რომ ეს მმართველობის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია სულიერ ლიდერთან, არის ძალიან იდეოლოგიზირებული და შესაბამისად მათ ამოძრავებს ძირითადად იდეოლოგია და ამ კონტექსტში ცოტა რთულია იმის განსაზღვრა, ისინი რას გააკეთებენ, რა ნაბიჯებს გადადგავენ, ისინი დანებდებიან, მიხვდებიან, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას და შეიძლება დაიუყონ, თუ ისინი ბოლომდე გააგრძელებენ ბრძოლას და იდეოლოგიურად შეეცდებიან, რომ ბოლომდე მიიყვანონ თავის საქმე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმიტომ რომ საჰაერო თავდასხმებით მნიშვნელოვანი დარტყმა უკვე მიიღო ირანმა, განადგურებულია მათი საჰაერო თავდაცვის, ასევე ბალისტიკური გამშვების სისტემების დიდი ნაწილი, თუმცა ცოცხალი ძალა მაინც არსებობს და ამ ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იქნება და ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული მომდევნო პერიოდში. ასევე საინტერესო არის იმ ქვეყნების შემდგომი მოქმედებები, რომელთა წინააღმდეგაც ირანმა განახორციელა თავდასხმების აი ეს მინდოდა რომ მეკითხა ბოლო კითხვად ბატონო ნიკა, კონფლიქტის გაფართოებით ზრდის თუ არა ომის ფასს ირანი რეალობაში იმისთვის რომ არ ვიცი რამდენად სწორი საქმეა საბოლოო ცეცხლის შეწყვეტას ვაჭრობის თემით მიაღწიოს, ვაჭრობით მიაღწიოს. ხდება თუ არა ამ ფასის აწევა? მე ვფიქრობ, რომ ამერიკა და ისრაელი დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ პირობებით, თუ მოხდება ეგრეთ წოდებული გარდამავალი მთავრობის დანიშვნა, რომელიც მოამზადებს ქვეყანას იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, მოხდება ყველა ოპოზიციური ლიდერის და ოპოზიციის წევრის ციხეებიდან გამოშვება და შეიქმნება ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ირანელ ხალხს თავისუფალი არჩევნის გაკეთებაში. შესაბამისად, თუ თქვათ ეს პირობები იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეული დიალოგი განხორციელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამის ნიშნებს შევხედავთ და უნდა დაველოდოთ მოვლენებს. მე ვფიქრობ, რომ მომდევნო 1 ან 2 კვირის განმავლობაში უფრო ცხადი სურათი იქნება ჩვენს წინაშე და უფრო მეტი პროგნოზის გაკეთების საშუალება გვექნება. მადლობა, ნიკოლოზ ხატიაშვილი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მკვლევარი.